დღევანდელი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კონკრეტულად რომ მოკლე ანალიზი გავაკეთო იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დღეს დაიწყო, ანუ ჩვენი გულის ტკივილი და ჩვენი პრობლემა რაც არის დღეს, დაიწყო იმ კანონმდებლობით, რომელიც შეეხება თვითმმართველობის კანონს, ამ ახალ რეფორმას. და უფრო ალბათ ყურადღებას გავამახვილებდი იმ აქცენტებზე, რომელიც გააკეთეს ჩვენი მთავრობის წევრებმა და აუცილებლად ხაზგაუსმა სომხური დიასპორის განცხადებას, რომელმაც პატრიარქის მოწოდებას პირდაპირ თავხედურად უწოდა უაზრო უგუნური და თქვა რომ პატრიარქს და საპატრიარქოს უნდა რომ საქართველოს დაბრუნდეს ბნელ 90-იანებში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ეს ყველა ქართველს მე მჯერა, ყველა გულით ანთებულ ქართველს ეს მოხდა გულში. იმიტომ რომ არანაირი უფლებად მორალური არ გააჩნია სომხურ დიასპორას ეს აკეთოს მსგავსი განცხადებები. მით უმეტეს კიდე შემიძლია შევეხო ჩვენი პოლიტიკოსების მსგავს განცხადების. ნუ კორძაიაზე ხო აღარ მაქვს ლაპარაკი, უკვე ის კი არა უბრალოდ რაღაც შენიშვნა კი არა, უკვე ცქილიკურად და ცინიკურადაც კი მოიხსენიოს პატრიარქს და რაღაც მანდატი ხო არ მიგვეცაო პატრიარქისთვისო ერთ-ერთი მანდატი ხო არ მიგვეცაო, ანუ რა ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული ქართველი ერისთვის, ჩვენთვის ილია მეორე არ არის ღმერთი, ჩვენი უწმინდესი და არ არის კერპი, არის ჩვეულებრივი ადამიანი ამ შემთხვევაში, რომელსაც გული შესპივა ჩვენ სამშობლოზე, რომელსაც არ სურს სამშობლოს დაშლა და სამშობლოს განადგურება. აქედან გამომდინარე ჩვენ ახალგაზრდული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ აქცია და ეს აქცია დავიწყოთ შინაგან საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მსვლელობით გადავინაცვლოთ რესპუბლიკელების ოფისთან. აი ეგ შეკითხვა ძალიან ბევრჯერ წამოვიდა და ზუსტად მაგაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბათ ყველაზე მეტად კომპეტენტური უნდა იყოს ამ საკითხში და ხვდებოდეს რამხელა საშიშროებას მოიცავს თვითონ ეს კანონმდებლობა საქართველოსათვის. რა თქმა უნდა, ზუსტად აქ ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტად რომ საგარეო, ანუ ეს კანონმდებლობა ძალიან ადვილად შეიძლება გარეშე მტრებმა არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნებს არ დავასახელებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მტერს რა ერქმევა, რა სახელი ექნება. გარეშე მტრებმა შესაძლებელია რომ ეს გამოიყენონ სათავისოდ და საქართველოსთვის სავალალო მდგომარეობამდე მივიდეთ. აქცია დაგეგმილი არის კვირას 3 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. და იქიდან მოვაწყობთ სვლელობას და გადავალთ რესპუბლიკურ პარტიასთან და მე შემიძლია ხმამაღლა თქვა სრული დადასტურებით, რომ რესპუბლიკური პარტია პირდაპირ მნიშვნელობით ცდილობს საქართველოს გახლიჩოს ნაწილებად, გამოიყენოს ყველა ხელხი, ყველა ძალა, რადგან ისინი აქამდე იყვნენ რეიტინგოები არასოდეს პარლამენტში თითქმის არ ყოფილან და ეს ძალაუფლება, ეს დროებითი რაც ჩაიგდეს ხელში, რომელიც ჩვენ და სავალალოდ ისევ ქართველმა ხალხმა, ისევ ჩვენმა უმრავლესობამ მივეცით, გამოიყენონ არა კეთილი მიზნებისთვის და საქართველოს კეთილდღეობისთვის, არამედ ყველაფერი საშინელებისთვის რა. აი, ნუ ელემენტარულად მარტო იმას ვიტყვი, კატეგორიულად არ არის, ნუ რა თქმა უნდა, ახლა შემიძლია კონკრეტულად დავასახელო, მაგრამ ყველაზე აქ მთლიანად კოალიციაზეა საუბარი, იმიტომ რომ მთლიანად კოალიცია არ ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. დიახ, არა, მაგრამ რესპუბლიკელებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ რესპუბლიკელები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამოჩენილი და ანუ მათი აქტიურობა უფრო ჩანს ამ შემთხვევაში. ჯერჯერობით მოდით ესე ვიტყვი კიდე რა, ანუ ეს აქცია, ანუ ამ აქციას ჩვენ მივუძღვნით, ანუ ეს აქცია გვინდა მოხდეს ამ ფორმატით, რომ ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში, რომ არ მოხდეს ამ კანონის დაკანონება და არ მიიღოს პარლამენტმა ეს კანონი. მეორედ, ან შეიძლება პირველი მოთხოვნაც კი ის იყოს, ნუ მაგას უკვე ალბათ არაფერზეც მნიშვნელობა არ აქვს, რომ ბოდიში მოიხადოს სომხურმა დიასპორამ საპატრიარქოსა და პატრიარქის წინაშე და ქართველი ერის წინაშე. ბოდიში მოიხადოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელმაც გაბედა და შეურაცხყოფა მიაყენა ამით დედა ეკლესიას და სრულიად საქართველოს დიდ უმრავლესობას. უკვე ეს ბოლოხანები მიდის უმცირესობების უფლებების დაცვაზე. საუბარი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა ყველაზე დაჩაგრულები გამოვდივართ უკვე. არა გვაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი და თუ გამოვხატავთ ვართ ექსტრემისტები და ვართ ვიღაც ტერორისტები. და აუცილებლად გვაწერენ მოძალადეების სახელს. ეს უკვე პირდაპირ ომს ნიშნავს რა და გაითვალისწინოს ყველამ. რომ თუ ვინმეს უნდა ომი, ამ ომს მიიღებენ რა. და მიიღებენ სრულად ბოლომდე, ზუსტად ისე როგორც მათ ეს სურთ, მაგრამ გამარჯვება იქნება ქართული ხალხის წინაშე და საბოლოო ჩემი სიტყვა იქნება.
ანუ ომი ქართველებსა და ქართველთა მტრების მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება იქნება, ვინ იქნება, ყველა ქართველთა მტრების წინააღმდეგ იწყება ომი, რადგან ისინი პირველი ტერი ის ვინც ხელს უწყობს, თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლები ვთქვათ. მინდა ის თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიას არ მოვთხოვთ პასუხს ამაზე. ანუ პასუხისგებლობას ვაკისრებთ დღევანდელ მთლიანად ქართული ოცნების მმართველ გუნდს. იმიტომ რომ თვითონ ქართულმა ოცნებამ დაიყენა თვითონ ეს რესპუბლიკერები თავის გვერდში, ასევე ისინი გამოდიან, ასე ვთქვათ, წამქეზებლები კიდევაც აი ამ მამათმავლების მიმართ, იმიტომ რომ როდესაც ისინი გამოდიან და ქართველ ერს ეძახიან მოძალადეებს, ასე ვთქვათ, და არ უჭერენ მხარს, ანუ ქართველ ერს მოთხოვნებს, ანუ ყურადღებას არ აქცევენ დიდი უმრავლესობის მოთხოვნებს, ფაქტიურად ეგ არის წაქეზება, როდესაც გამოდიხარ შენ და ამბობ, რომ ეს მათი უფლებაა და როდესაც ესე თავხედურად ეუბნები ქართველებს, რომ გინდა თუ არა შენ ამას უნდა შეეგუო, მამათმავლებს უნდა შეეგუო, ხო? ეს ნიშნავს, რომ ესე იგი LGBT წარმომადგენლებს და მამათმავლებს შენ წაქეზებას აკეთებ LGBT წარმომადგენლებს. რაც გააკეთეს დიხლა. დიახ, ანუ ესე იგი იმდენს ბედავენ უკვე, რომ მამათმავლების ესეთ ჯგუფმა მოაწყო საპატრიარქოს წინ აქცია, სადაც ამბობენ, რომ ანუ უნდა მოხდეს საპატრიარქოს გაწმენდა, ასე ვთქვათ, და დეზინფექციის ჩატარება. ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი ქართველი ერისათვის, ანუ მასისათვის. და თუ ამას ხელისუფლება არ აღკვეთავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აკეთებს აი ამ ძალების, აი ამ ასე ვთქვათ, გარყვნილების პროპაგანდას აკეთებს და სრული დიდი მასის გაღიზიანებას და დაპირისპირებას უწყობს ხელს. ანუ ვადანაშაულებთ კიდევ იმაში, რომ ისინი არ ითვალისწინებენ ქართველი ერის ღირსებას შეურაცხყოფენ ფაქტიურად, არ ითვალისწინებენ მართლმადიდებლობა, რას გულისხმობს, რომ მართლმადიდებლობა პატრიარქიც გამოვიდა და თქვა, რომ ანუ საერთოდ მათი სახელის ხსენება და აი ამ საქციელის ხსენება ეკლესიაში არც კი შეიძლება. როდესაც ამის მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც ქართველმა ერმა აირჩია, კიდევ ერთხელ, ანუ ის რაღაცა შემორჩენილი იმედები მიანდო, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ უცრუებენ იმედს და ანუ ჩვენ ისიც რა არის მეტი მოცდის დრო აღარ გვაქვს რა. ანუ საკმარისად დავაცადეთ და ასე რომ ან შეასრულებენ ქართველი ერის მოთხოვნას, გაითვალისწინებენ, რომ ქართველებს გააჩნია ღირსება, ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა რა, რაც არ უნდა ეცადონ, ხო? არაფერი არ გამოვათ, არც რესპუბლიკერებს, არც ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მთელი ერი დავდგებით ფეხზე, თუ საჭირო იქნება. ჩვენ თვითონ ახალგაზრდები ვიაქტიურებთ, ანუ შევაგროვებთ თელერს, ვაძლევთ 10 დღიან ვადას. თუნდაც სომხურ დიასპორას რომ მოიდაშენ დიახ აქციის შემდეგ ვაძლევთ 10 დღიან ვადას თუნდაც სომხურ დიასპორას რომ მოიხადოს ბოდიში თუნდაც ხელისუფლებას რომ მორჩეს აი ამ თვითმმართველურ კანონზე ლაპარაკი იმიტომ რომ ამაზეც გამოვიდა სხვათა შორის პატრიარქი მოწოდებით ასე ვთქვათ რჩევით რომ ეს არის ქართველი ერის დაშლა დანაწევრების მზაკვრული გეგმა რომ ეს არ უნდა განხორციელდეს ამ განცხადების შემდეგ უკვე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, არ არის საჭირო რომ მთელი გუნდის ყველა წარმომადგენელმა გააჟღეროს პოზიცია. ისინი ამბობენ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი. თუ არიან ერთი გუნდი, ესე იგი თითოეული გუნდის წარმომადგენელი, რომელიც გამოდის და პატრიარქის მიმართ ცინიკურ განცხადებებს აკეთებს, ეს ნიშნავს რომ მთელი გუნდის ცინიკური განცხადებაა, ხო? ასე რომ არ გვაინტერესებს ჩვენ ხელისუფლებაში, ანუ ვინც არის დღეს ვისაც ეკისრება პასუხისგებლობა თუ არ შეწყდება გარყვნილების პროპაგანდა თუ არ შეწყდება საქართველოს დაშლის ასე ვთქვათ მზაკვრული გეგმის განხილვა ჩვენ ჩავთვლით რომ ეგენი არიან ნაციონალების გამგრძელებლები და დაუპირისპირეთ თელს ერს ანუ არ ვაპირებთ დანებებას რა ვაპირებთ აქტიურად ჩვენ ვართ ეხლა გეტყვით რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი შეგუჩებულები ვართ უბრალოდ ანუ ზოგი სანაცნობო წრიდან ზოგი სოციალური ქსელებიდან იქ ანონსებთ ძირითადად დიახ იმის გამო რომ გამოგვეხმაურნენ და მაგალითად ვეტერანები გამოგვეხმაურნენ და გვითხრეს რომ გვერდში დაგიდგებით კიდევ არიან მაგალითად მრევლი გამოგვეხმაურა რომელიც გვერდში დაგვიდგება ასევე მოუწოდებთ ყველა გულანთებულ ქართველს ვისაც პრეტენზია აქვს საერთოდ ქართველობაზე ან მართლმადიდებლობაზე
თანამდებობაზე დროა, რომ მხოლოდ სიტყვით კი არ ვთქვათ, რომ ქართველი ვარ და მართლმადიდებელი ვარ, არამედ გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად. ასევე მოუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს რა. არ არის ის რომ მაგალითად ცალკე ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია ვერაფერს ვერ მიაღწევს ბრძოლით, ცოტა, ასე ვთქვათ. ანუ უნდა მოხდეს გაერთიანება რაღაც დონეზე, მოუწოდებ ყველას რომ მოვიდნენ, გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ აი ამ უშჯოლოებას, ასე ვთქვათ რა.